Ministris საათის ფარგლებში პარლამენტი ახლა ლევან დავითაშვილს უსმენს მთავრობის მესამე წარმომადგენელია, ვინც დეპუტატებს ანგარიშს ამ ფორმით აბარებს და პირველი მოხსენება აქვს მას შემდეგ ასეთი ვრცელი, რაც სოფლის მეურნეობასთან ერთად გარემოს დაცვაც ჩაიბარა. პრეზენტაცია საკმაოდ ვრცელია და ამის შემდეგ უკვე დავითაშვილი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. მანამდე როგორ აჯამებს ის გაწეულ სამუშაოს და რა გეგმის შესახებ საუბრობს. ლევან ფოჩხუა გვერდება საკანონმდებლო ორგანოდან. ხათია მინისტრის მოსმენა ამჯერად უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდა. დეპუტატების შეკითხვები ძირითადად შეეხება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო მიდგომას თუ რამდენად ეფექტური არის ეს ბრძოლა, ასევე კითხვები დაისვა აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და ასევე ქვეყანაში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით დაინტერესდნენ დეპუტატები. კონკრეტულად გაქვთ თუ არა გამოვლენილი რა ხარვეზები იყო გასულ წელს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში და არის თუ არა ეს ხარვეზები გათვალისწინებული ეხლა წელს. ამასთანავე აუცილებლად გთხოვთ მოგვეწოდოთ დასაბუთებული და დადასტურებული ინფორმაცია არის თუ არა შეფასებული აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებული პესტიციდების ზეგავლენა და ზემოქმედება გარემოზე და ქიმიური პრეპარატების ასეთი მასშტაბური გამოყენება ხომარ ეწინააღმდეგება ჩვენი მწვანე პოლიტიკის ზოგად პრინციპებს. თქვენ ვიცით რომ 2018 წელს აგროდაზღვევის შეძენა ფერმერს მხოლოდ და მხოლოდ შეეძლო იმ შემთხვევაში თუ რეგისტრირებული ქონდა მიწის ფართობი. შეკითხვა შემდეგშია რას გეგმავთ იმისთვის რომ ეს შემცირებული დაზღვეულთა რაოდენობა გაიზარდოს. იქნება თუ არა საკმარისი ფინანსური რესურსი რომ ყველა ფერმერმა შეძლოს როგორც დააბინავე მოსავლის ფარგლებში ანუ იმ ძირითადი პრობლემური ნაწილის აღმოფხვრა, რასაც კომბაინების შეძენა ქვია. ვცელებთ ინფორმაციას, რომ ატარებთ მონიტორინგს და ატმოსფერულ ჰაერში ტყვია არ არის ამ მონიტორინგის შედეგად. თუმცა დადასტურებულია, რომ ის არის სისხლში, ჩვენ არსებობს ასეთი კვლევაც და რა მიგაჩნიათ ამის მიზეზად. სოფლის მეურნეობის მიწებზეო დიდი პროგრესი გვაქვს, იმიტომ რომ განჭვრეტადი გახდა ვითარებაო, ეს ბრძანეთ, ხო? ამ განჭვრეტადობაში რას გულისხმობთ? აი, სამშობლოს რო იცავთ დამპყრობლებისგან მიწის საკუთრებას, ამ განჭვრეტადობას გულისხმობთ, დამიზუსტეთ თუ შეიძლება. მე პირადად დიდი აღთქმანებით არ შევხვედრი ვარ თქვენი ორი სამინისტროს, ასე ვთქვათ, გაერთიანებას, არ ვიყავი მაშინ მარტო ამ მოსაზრებაში და დღეს მაინტერესებს შედეგები. ჩვენ მიშა ბატიაშვილსაც მოусმინეთ, იგივე კითხვა მასაც დაუსვი და დღეს თქვენგან მაინტერესებს შედეგები, რა შედეგებზე გავედით ორი სამინისტროს გაერთიანებით და განსაკუთრებით მაინტერესებს გარემოს დაცვის საკითხებმა ამის გამო უკანა პლანზე ხო არ გადაიწია. ლევან დავითაშვილი ამ კითხვებზე პასუხებს გასცემს მას შემდეგ, რაც უკვე ამოიწურება მასთან შეკითხვები. თავად დავითაშვილის მოხსენება პრეზენტაცია იყო საკმაოდ ხანგრძლივი, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. მან ისაუბრა სამინისტროს მიერ უკვე გაწეულ სამუშაოებზე, ასევე 2019 წლის სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ დეპუტატების შეკითხვებიდანაც ჩანდა, რომ იყო ჰაერის დაბინძურების საკითხი. მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული არის ელექტრონული სისტემები, რომლითაც ხდება ჰაერის კონტროლი და როგორც მინისტრი აცხადებს არის ნორმის ფარგლებში ყოველივე ის ასევე აცხადებს იმას რომ ეს პროცესი გრძელდება შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა და 2019 წელს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით განვითარდება ეს ქსელი და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ტყვის შემცველობა ჰაერში მინისტრი აცხადებს რომ მათ შეამოწმეს ბენზინგასამართის სადგურები და რაიმე სახის დარღვევა ამ მიმართულებით არ ვლინდება მით უმეტეს რომ 2017 წლიდან საქართველოში უკვე ტყვის შემცველი დიზელი ბენზინი უკვე აღარ შემოდის. სამინისტრომ შეიძინა მობილური სადგური, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ჰაერის პარამეტრების გაზომვის საშუალებას გვაძლევს და ძალიან მნიშვნელოვანია აქ აღინიშნოს, რომ 2019 წელს დაგეგმილია ფიქსირებული ავტომატური სადგურების ქსელის გაფართოება, უკვე წელს გაუშვით ერთი ავტომატური სადგური რუსთავში, დაგეგმილია კასპში და ქალაქ თბილისში. ახალი ევროპული გრანტის ფარგლებში იტალიური მთავრობის დახმარებით გვექნება 4 ავტომატური სადგური 2019 წლებში და ფაქტიურად ჩვენი ატმოსფერული ჰაერის გაზომვის და მონიტორინგის სისტემა იქნება ადეკვატური ევროპული მოთხოვნების. ხშირად იყო სპეკულაცია ატმოსფერულ ჰაერში ტყვის შემცველობასთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ 2007 წლის შემდეგ საქართველოში არის ტყვის გარეშე ბენზინი და ამავე დროს მოთხოვნა ბენზინის საწვავის მიმართ არის ევრო 5, ანუ იგივე როგორიც არის ევროკავშირში. მიუხედავად ამის იყო საუბარი იმაზე, რომ
შესაძლოა რომ საქართველოში ადგილზე ხდებოდეს გარკვეული შერევები ან ძველ დაბინძურებულ ავზებში ბინძურდებოდეს საწვავი. აქ ამ კითხვებზე საპასუხოდ სამინისტრომ ჩაატარა კომპლექსური კამპანია. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა შეამოწმა 153 ავტოგასამართი სადგური მთელი საქართველოს მასშტაბით 250 სინჯი ავიღეთ. ეს სინჯები გადამოწდა SGS-ში და დადასტურდა რომ ამ კუთხით, ანუ ატმოსფერულში, ჰაერში საწვავის მიერი დაბინძურების რისკი ტყუის არ არის. მაგრამ დამატებით თბილისში ატმოსფერული ჰაერის შემოწმება 61 ადგილას ჩატარდა და აქაც ნორმის ფარგლებშია ტყვია და გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ექსპორტ-იმპორტს, მინისტრი აცხადებს, რომ 2018 წელს ექსპორტი არის გაზრდილი, ძირითადად ეს ეხება ღვინოს, ამის შემდეგ მოდის სპირტიანი სასმელები, მინერალური წყალი და ბოლოს თხილი. მინისტრი ასევე აგროსფეროში ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობაზე საუბრობს. ყოველ წელს ექსპორტის და იმპორტის სხვაობა იზრდება და ჩვენ გვაქვს აქ პოზიტიური დინამიკა. ეს მიუთითებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ საქართველოში აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება იზრდება, იმიტომ რომ ყველა მონაცემით საქართველოში მოხმარება იზრდება ეკონომიკის ზრდასთან ერთად და საქართველოში გაზრდილი ტურიზმის ფონზე, რა თქმა უნდა, დამატებითი მომხმარებლების გაჩენის ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოში მოხმარება აგროსასურსათო პროდუქციის არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ამის ფონზე ჩვენ დეფიციტის გაუმჯობესება გვაქვს. რაც შეეხება პრიორიტეტებს, 2019 წელს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ეს არის სწორედ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა და როგორც მინისტრი აცხადებს, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება და ასევე არის სამელიორაციო პროექტები, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს და რომლის ჯამური ღირებულება 2019 წელს 38 მილიონი ლარი იქნება.